ეს ეპიზოდი იქნება კაცებისთვის. რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რომ კაცი აღარ გრძნობს თავს ნამდვილ კაცად? ეს ყველაფერი არის სტატუსი. სიტყვას არ გადაუხვევს, ოჯახის გამტანია, ემოციებს არაჩვენებს, ღირსებას იცავს. სინამდვილე თვითონ უნდა იპოვოს ადამიანმა თავის თავში. რა ხდება, როდესაც კაცი არის ემოციურად ჩაკეტილი? თუ წამოვიტირებ და მეთქვიან, რომ რა გოგოსავით ტირი ხარ, შემწყვება. მამაკაცი ისეთივე ადამიანია, როგორც ქალი. ძუნწია, მაგერად ემოციური ინტელექტი ძალიან განვითარებული აქვს. იმდენად დაუთვლია იმ ადამიანს, რომ ამ გოგოს უბრალოდ დაუღია და კარტა თვითონ დაუღდია და იმისიც მას გადაუხდია. ქალი მისი სტანდარტებში რო ჯდება, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ საერთოდ კარგავს მისთვის ინტერესს. ხშირად ვნება ერევად სიყვარულს, იმიტომ რომ ვნება ძალიან ძლიერი ემოცია და ლტოლვა რო გადაივლის, მე რჩება ადამიანი, რომლის პიროვნებასთან შეიძლება აღმოაჩინო, რომ არაფერიც არ გაკავშირებს. ვერ ახერხებენ დედისგან განცალკევებას. წყვილი, რომელიც ქორწინდება ან ერთად იწყებს თანაცხოვრებას, თქვან პირველ ეტაპზე კომფორტზე უარი და იყვნენ მარტო. ყველა ოჯახს აქვს თავისი მიკრო კულტურული ნორმები. შეგიძლია გიყვარდეს დედა, როგორც დედა ზრუნავდე მასზე, როგორც შვილი და გიყვარდეს ქალი, როგორც ქალი და ზრუნავდე მასზე, როგორც მეუღლე.